გადავშალოთ ბიბლია ეზრას წიგნი. პირველი თავი. კითხულობთ პირველი მუხლიდან. სპარსეთის მეფის კიროსის მეფობის პირველ წელს, რაც აღსრულებულიყო იერემიას პირით თქმული უფლის სიტყვა, აღძრა უფალმა სული კიროსისა სპარსეთის მეფისა და მან გამოაცხადა მთელ თავის სამეფოში და წერილობითაც განაცხადა და თქვა: ასე ბრძანებს კიროსის სპარსეთის მეფე, დედამიწის მთელი სამეფონი მომცა მე უფალმა ცათა ღმერთმა და მიბრძანა აუშენო მას სახლი იერუსალიმში, იუდაში რომ არის. ვინ არის თქვენს შორის მისი ხალხიდან ღმერთი იყოს მასთან დავიდეს იერუსალიმს, იუდაში რომ არის და ააშენოს უფლის ისრაელის ღმერთის სახლი. ეს არის ღმერთი, რომელიც იერუსალიმშია და ყველა დანარჩენს, ყველგან სადაც ის ცხოვრობს, ხელი გაუმართონ იმ ადგილის კაცებმა ვერცხლით, ოქროთი და საქონლით, ნებაყოფლობით წღვენთან ერთად უფლის სახლისთვის, რომელიც იერუსალიმშია, და ადგენენ იუდასა და ბენიამინის მამის სახლთა თავკაცები, მღვდლები და ლევიანები, ყველანი, ვისაც კი სული აღუძრა ღმერთმა, რათა ამოსულიყვნენ იერუსალიმში უფლის სახლის ასაშენებლად და ყველამ, ვინც მათ გარშემო იყო, ხელი გაუმართა მათ ვერცხლის, ჭურჭლით, ოქროთი და საქონლით და ძვირფასეულობით, გარდა ყველაფერ იმისა, რაც ნებაყოფლობით შესწირეს. ხოლო მეფე კიროსმა გამოიტანა უფლის სახლის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა წამოიღო იერუსალიმიდან და დააწყო თავისი ღმერთის სახლში და გამოიტანა იგი კიროსმა სპარსეთის მეფემ მითრიდატე მეგანძურის ხელით და თვლით ჩააბარა შეშბაძარს, იუდას მთავარს. ეს არის უფლის სიტყვა. ვილოცოთ, ღმერთო, მადლობა შენი სიტყვისთვის. მადლობა, რომ დღეს შეკვრივე შენი სიტყვის გარშემო. გევედრებით შენი სულიწმიდის მადლით მოგვეცი უნარი, რათა ჩავწვდეთ შენს ნათელს, შენს ნებას გაცხადებულ შენს სიტყვაში. იესო ქრისტეს მიერ. ამინ. ნეტარი ავგუსტინე თავის ცნობილ წიგნში, სახელწოდებით სული საუბრები ღმერთთან, აღიარებს და ამბობს: უფალო, იმდენად არ მიყვარხარ, რამდენადაც უნდა მიყვარდე. ვინაიდან საკმარისად არ გიცნობ. რადგანაც ცოტას გიცნობ, ცოტა მიყვარხარ. და რადგანაც ცოტა მიყვარხარ, ცოტას ვხარობ შენზე. ჩვენ შეიძლება გავაგრძელოთ ეკლესიის მამის აზრთა წყობა და ვთქვათ, რომ სად შეიძლება ღმერთი შევიცნოთ, შევიმეცნოთ? სად არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მივიდეთ იმისათვის, რომ გავიგოთ ღმერთი, შევიმეცნოთ? არადა ნეტარი ავგუსტინის თანახმად, ღმერთის ცნობა, მისი შემეცნება პირდაპირ უკავშირდება ჩვენს სიყვარულს უფლის მიმართ. საკმარისად არ გიცნობ, საკმარისად არ ვიცი, შესაბამისად ცოტა მიყვარხარ, ნაკლებად ვხარობ შენზე. ალბათ ძალიან სასიამოვნოა, როდესაც წაასწრებ შენი ეკლესიის წევრს არა ცოდვის კეთებისას, არამედ საღვთო წერილის კითხვისას.
ოთაზე. ჩვენ შეიძლება ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების განმავლობაში ბევრი რამე ვიხილოთ, ცუდიც და კარგიც. ცუდია, როდესაც წაასწრებ შენ ძმას და შენს დას გინებისას, ან რაღაც ცოდვის კეთებისას. ან უღირსის აქციელის ჩადენისას, მაგრამ სასიამოვნოა, როდესაც წაასწრებ მას, თუ შეიძლება ეს სიტყვა გამოიყენო, საღვთო წერილის კითხვისას. მაშინ, როდესაც ის ფიქრობს, რომ არავინ არ უყურებს მას და ზემოდან დაადგება ეკლესიის ძმა ან მსახური ან ვინმე. ბიბლიას აქვს ერთი საოცარი უნარი. თუ მან იგრძნო, რომ ჩვენ შევიყვარეთ, აღარ გაგვიშვებს. თავარია გაგვიტაცოს. თავარია შეგვიყვარდეს და შემდეგ თავად ის აღარ მოგცილდება, აღარ გაგვიშვებს ხელიდან. ბიბლიას არის ღვთის გამოცხადება ჩვენდამე. სადაც შეიძლება ამოვიკითხოთ ღმერთზე, სადაც შეიძლება შევიმეცნოთ და შესაბამისად ჩვენი დამოკიდებულება მის მიმართ შეიცვალოს. ჩვენ მიერ წაკითხულ წმინდა ტექსტში რა შეიძლება შევიმეცნოთ, რა შეიძლება გავიგოთ ღვთის შესახებ. რაზეა საერთოდ აქ საუბარი? თუ დაკვირვებით წავიკითხავთ, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი ტექსტი გველაპარაკება ღვთის საოცარი ერთგულების შესახებ, ერთგულებისა მისივე დანაპირების მიმართ. შეხედეთ, როგორ იწყება წაკითხული ამბავი. სპარსეთის მეფის კიროსის მეფობის პირველ წელს, რათა აღსრულებულიყო რა? იერემიას მიმართ, იერემიას უпроსტორად პირით თქმული უფლის სიტყვა. აქედან იწყება ყველაფერი. ეს არის მთავარი, რაზეც შეიძლება დღეს ჩვენ ვისაუბროთ. მთელი ეს ისტორია, მთელი ეს ამბავი ეძღვნება, როგორ შეასრულა ღმერთმა თავისი სიტყვა, თავისი დანაპირები. ოდესღაც ნათქვამი, როგორც წავიკითხეთ, იერემიას პირით. ვინ არის ეს იერემია? წინასწარმეტყველი. რა თქვა ამ იერემიამ? იერემიამ თქვა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ, ვიდრე ეს მოხდებოდა, რაც ჩვენ წავიკითხეთ, რომ ღმერთი მოინახულებდა თავის დამცირებულ, დასჯილ, განდევნილ შვილებს და კვლავ დააბრუნებდა თავის სამფლობელოში. 70 წლის შემდეგ. ეს იწინასწარმეტყველა იერემიამ და ეს სიტყვა უნდა შესრულებულიყო. თუ არადა იერემია არ იქნებოდა წინასწარმეტყველი, ან ღმერთი აღარ იქნებოდა თავისი სიტყვის ერთგული. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იერემია წინასწარმეტყველია და ღმერთი ერთგულია თავისი სიტყვის. ახლა კი შეხედეთ, რას აკეთებს ღმერთი თავისი სიტყვის, თავისი დაპირების ერთგულებისთვის. სამ რამეს, რასაც ჩვენ აშკარად ხედავთ ჩვენს ისტორიაში. პირველი, მომავალი მოქადაგე მოვით. პირველი, ღმერთი მართავს მეფეს. მეორე, ღმერთი მართავს ადამიანებს და მესამე, ღმერთი მართავს მატერიალურ რესურსებს. ეს ძალიან აშკარაა. რას აკეთებს ღმერთი იმისათვის, რომ დაამტკიცოს თავისი ერთგულება, თავისი დანაპირების მიმართ? პირველი, აღძრავს სპარსეთის მეფის კიროსის სულს, განაწყობს მას, სურვილს უდებს მას თავისი ერის მიმართ. ის წერილობითად გამოსცემს ბრძანებას, ყველანი დაუბრუნდით თქვენ სამშობლოს. დაიწყეთ მშენებლობა დანგრეული უფლის ტაძრისა. საიდან გაუჩნდა ასეთი იდეა მეფეს?
საიდან მოინდომა მეფემ ასეთი რამის გაკეთება? ვინ აღძრა ის? ღმერთმა. შეხედეთ შემდეგ რას ვკითხულობთ. არა მარტო მეფემ გასცა ბრძანება, არამედ წამოიმართნენ მამასახლისები, მღვდლები, ლევიანები და ყველა. ვინ ყველა? მიაქცეთ ყურადღება, ვინ ყველა მეხუთე მუხლში, ვისაც კი სული აღუძრა ღმერთმა. ერთი ამბავია, რომ მეფემ გამოსცა ბრძანება, თუ არავის არ სურს ამ ბრძანების შესრულება. ერთი ამბავია, იდგე და ილაპარაკო, წაიკითხეთ ბიბლია, მოდით ეკლესიაში, იცხოვრეთ წმინდა და ასე შემდეგ. თუ უფალმა არ განაწყო ადამიანის გული, თუ უფალმა არ აღძრა ადამიანის სული. ბიბლია ამბობს, არავის შეუძლია იესო ქრისტეს უწოდოს უფალი თუ არა სული წმიდით. არავის. ეს შეუძლებელია. შეუძლებელია ადამიანს შეაცვლევინო აზრი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გამოიყენოს ღმერთმა ერთი ადამიანი მეორე ადამიანისათვის აზრის შესაცვლელად. იგულისხმება კარგი აზრის მისაღებად, მაგრამ სინამდვილეში ამას აკეთებს უხილავი ძალით სული წმინდა ადამიანის გულში. მეფემ კი გამოსცა ბრძანება, მაგრამ ვიღაცას ხომ უნდა შეესრულებინა ეს ბრძანება. დაგწერია უფალმა აღძრა მათი გულები, მათი შინაგანი მისი სიტყვის შესასრულებლად. და მესამე, შეხედეთ, მეფემ გამოსცა ბრძანება, ხალხს მოუნდა წასვლა, მაგრამ საჭიროა საშუალება, რესურსები. იმისათვის რომ მიმგზავრო, ფულია საჭირო, იმისათვის რომ ააშენო, საჭირო არის საშენი მასალა, ოქრო, ვერცხლი და ასე შემდეგ. შეხედეთ რა ხდება. თავად მეფეს გამოაქვს მიტაცებული ოქრო ვერცხლი საკერპოდან, სადაც ნაბუქოდონოსორმა ბაბილონის მეფემ მიიტანა და სწირავს ღმერთს, სწირავს ღვთისერს და გარდა ამისა, თავად ადამიანები მეექვსე მუხლი, ყველამ ვინც მათ გარშემო იყო, ხელი გაუმართა მათ ვერცხლის ჭურჭლით, ოქროთი და საქონლით და ძვირფასეულობით. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც წინასწარმეტყველი ბრძანებს, უფლისაა ოქრო, უფლისაა დედამიწა და მთელი მისი სისავსე, უფლისაა საქონელი, უფლისაა მთელი სიმდიდრე. ადამიანს გონია რომ მისცია, სიამდვილეში უფლისაა. აი ამ სამ გამოვლენაში ღვთის ერთგულების, როდესაც დამთავრდება ჩვენი ღვთისმსახურება და თქვენ თავს დაუსვამთ შეკითხვას, რაზე იყო დღეს ლაპარაკი? არ დაგავიწყდეთ. ღვთის ერთგულებაზე. რა ერთგულებაზე? ღვთის ერთგულებაზე. მისივე სიტყვის მიმართ, მისივე დაპირების მიმართ. რაში გამოვლინდა ეს ერთგულება ჩვენი ისტორიის, ჩვენი ამბის თანახმად სამ რამეში. ღმერთმა აღძრა მეფე, ღმერთმა აღძრა ადამიანები, ღმერთმა შეკრიბა მატერიალური რესურსები. რატომ? იმიტომ რომ ტაძარი აშენებული იყო. ტაძრის მშენებლობისთვის იყო საჭირო. დაახლოებით 1400 კილომეტრი უნდა გაევლოთ. 1400 კილომეტრი. დაახლოებით 2 თვის განმავლობაში. საშიში გზა ბაბილონიდან იერუსალიმამდე. საჭირო იყო ძალიან დიდი რესურსი. ზოგჯერ ნება არის, გვინდა, მაგრამ არ არის რესურსი. აი ამ ამბავში მეფე განკარგულებას გამოსცემს, ხალხი იკრიბება და მიემგზავრება იერუსალიმში. აგრეთვე გროვდება უამრავი ოქრო და ვერცხლი, საქონელი და ძვირფასეულობა. ღმერთი სად არის აქ? ყველგან. აი ამ სამივე ამბავში. ღმერთი არის უშუალო შემსრულებელი ამ ყველაფრისა. არის ერთი საოცარი წიგნი,
რომელსაც ყავს ორი ავტორი, გორდონ ფი და სტიუარტ დუგლასი. ორივე პროფესორები. ორივე ძალიან ცნობილი მეცნიერი. ფი ეს არის ახალი აღთქმის პროფესორი, სამწუხაროდ გარდაცვლილია, ამიტომ იყო, ასე უფრო სწორი იქნება რა ვთქვათ. ხოლო სტიუარტ დუგლასი ეს არის სპეციალისტი ძველი აღთქმისა. ბაკალავრი ის გახდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, მერე სწავლობდა იელის უნივერსიტეტში, ხოლო PhD სადოქტორო მან მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტში. აი დუეტში მათ დაწერეს წიგნი სახელწოდებით როგორ წაიკითხო ბიბლია თითეული წიგნი. შეიძლება ასე ვთარგმნოთ ან წიგნიდან წიგნამდე how to read the Bible book by book. აი ასე ქვია ამ წიგნს. სხვადასხვა ამ დუეტს აქვს კიდევ ერთი შესანიშნავი წიგნი დაწერილი. როგორ წაიკითხო ბიბლია, ისე რომ აღმოაჩინო მასში მთელი მისი ღირებულება. How to read the Bible for all its worth. ასე ქვია მეორე წიგნს. დუეტში დაწერეს აი ეს ორი შესანიშნავი წიგნი და მიუძღვნეს საღვთო წერილს ბიბლიას. აი პირველ წიგნში მათ ნაშრომში დუგლასისა და ფიში. როდესაც ეზრას წიგნის განხილვის თავს გადაშლით, დაინახავთ, რომ ავტორი ალბათ დუგლასი ის იყო სპეციალისტი ძველი აღთქმისა, ხოლო ფი ახალი აღთქმისა, მაგრამ ორივეს ავტორობა ამ წიგნისა. ავტორი წერს, ან ავტორები წერენ შემდეგ რამეს. ის რეფორმა, რომელიც გატარდა ეზრასა და ნეემიას ხელით, ეს ორი წიგნი ერთ მთლიანობაში განიხილება, იყო გამოწვეული, განპირობებული უდიდესი კრიზისით, რომელსაც ერქვა ეროვნული იდენტობის კრიზისი. რა იგულისხმება, რას გულისხმობენ ავტორები, პროფესორები? ეს არის დახმარება ამ წიგნის ეზრას და აგრეთვე ნეემიას უკეთ გაგებისათვის, შინაარსის უკეთ აღქმისათვის. რა კრიზისი დადგა? კრიზისს ისინი უწოდებენ ეროვნული იდენტობის კრიზისს, რაც ნიშნავს იმას, რომ ვინ იყო ღვთისმსერი ამ დროს? ვინ დარჩა ნარჩომად, ანუ ნარჩენად, წმიდა ნარჩენად ღვთისერისგან, რომელსაც ექნებოდა უფლება ეთქვა, რომ ჩვენ ვართ მემკვიდრეები ღვთისერისა. იმიტომ რომ იმ დროს, როდესაც ეზრამ და ნეემიამ წამოიწყეს რეფორმები და სწორედ რეფორმები აი ამ წიგნებში, ეზრაში და ნეემიაში მოთხრობილი, იყო განპირობებული ამ კრიზისით. სუფთა რწმენის აღდგენით. საქმე გახლავთ ასეთნაირად. ისრაელიანები დაისაჯნენ, განიდევნენ, ტაძარი დანგრეულია, ღვთისერი უარყოფილია, გადახვეწილია, ყველაფერი მოშლილია, მსახურება მოშლილია, ღვთისმსახურება მოშლილია, არავინ არ უგალობს ღმერთს, არავინ არ ქადაგებს, დასჯილი, ნაცემი, განადგურებულები, მოკლულები, გაუბედურებულები, განდევნილები არიან. გადის 70 წელი. და აი იწყება ის, რაც ჩვენ წავიკითხეთ. მეფე გამოსცემს ბრძანებას, ხალხში იღვიძებს სურვილი, დაუბრუნდნენ ყველაფერს, რაც დაკარგეს ოდესღაც, გროვდება უამრავი სიმდიდრე ამ გადაწყვეტილების რეალიზაციისათვის, მაგრამ არის პრობლემა. ვინ არის იმ დროს ის დარჩენილი ხალხი? ვის აქვს სუფთა რწმენა და ვის არ აქვს სუფთა რწმენა? თქვენ იცით, რომ ყველა არ დაბრუნებულა. ყველა არ დაემორჩილა აი ამ ბრძანებას. ყველა არ დაბრუნებულა.
მხოლოდ ნაწილი დაბრუნდა. ზოგიერთმა თქვენს აღარ გვინდა დაბრუნება, ჩვენ კარგად უკვე მივეჩვიეთ აქ სხვაგან ცხოვრებას, მივეჩვიეთ უტაძროთ, უმღვდლოთ, ულევიანოთ, საგალობლების გარეშე, ბიბლიის გარეშე, ის რაც ჩვენ გქონდა ტაძარში, მივეჩვიეთ, აღარ გვინდა, სახლები ავაშენეთ. ოდესღაც კი იყო ყველაფერი კარგად, მაგრამ ახლა უკვე აღარ არის საჭირო ამ ძველის დაბრუნება. სწორედ ეს წიგნი ეძღვნება აი ამ რეფორმებს, როდესაც ხდება გადახალისება ღირებულებების შეფასებისა. როდესაც ხდება კვლავ აღმოჩენა საკუთარი იდენტობისა, ვინ ხარ შენ? აი ეს დაჩეჩანაგებული, გაუბედურებული, გავარდნილი ან გაგდებული, თუ ხარ აი იმ ოდესღაც დიდებული ერის, აბრაამის, ისააკის, იაკობის, დავითის, სოლომონის და ასე შემდეგ. იმ ერის ნარჩომი, ნაწილი. ვინ ხარ შენ? უპასუხი ამ შეკითხვას, ასე ვთქვათ, გვეუბნება ეს წიგნი და მთავარი შინაარსი. სწორედ ამ ფონზე მიმდინარეობს ყველაფერი, რაც აი ამ წიგნში, ან წიგნებში, თუ ეზრას და ნეემიას ერთად განვიხილავთ, მიმდინარეობს. რამოდენად მსგავსება ეს ჯერ ერთ დიდ მოვლენასთან და მეორე ჩვენთან დღეს. აი რომელ მოვლენას გახსენებთ? დიდ მოვლენას, ის რაც ჩვენ წავიკითხეთ. დამონებულები, დატყვევებულები, გაჩეჩანაგებულები გამოდიან ქვეყნიდან, მიდიან აღთქმული მიწისაკენ, მეფე აძლევს განკარგულებას, უამრავი ოქრო ვერცხლი გროვდება, რამეს ხომ არ გახსენებთ ეს ყველაფერი? თუ ოდნავ მაინც გვაქვს საკითხული საღვთო წერილი, ოდნავ საკვირაო სკოლის დონეზე, მაინც, თუმცა საკვირაო სკოლის დონე ასეთი არა, უფრო დიდი დონეა. ჩვენ გაგვახსენდება ყველაზე შთამბეჭდავი, ყველაზე დიდი მოვლენა, რაც კი მოხდა ღვთისერის ცხოვრებაში, გამოსვლა. ისევ ფარაონი, ისევ დამონებული ხალხი, გაჩეჩანაგებული, ისევ გამოდიან ტყვეობიდან, მონობიდან, სად მიდიან, როგორც აქ, აღთქმული მიწისაკენ, რისთვის, რომ თაყვანისცენ ღმერთს, ასე წერია. გამოუშვი ჩემი ხალხი, რომ მე მსახუროს მე. ესეც მიდიან რატომ? რას ამბობს სპარსეთის მეფე? ამიშენელ ტაძარი. ისევ და რა წერია კიდევ გამოსვლაში? გაძარცვაო ისრაელმა მთელი ეგვიპტეო. ანუ ხალხი წირავდა ოქროს და ვერს არანორმალურად. ერთ-ერთზია რა, ღმერთი იმეორებს ისტორიაში იმას, რაც ოდესღაც გააკეთა. კიდევ ერთი მსგავსება, ყველა მიაღწია იმ მიწას. აქაც ყველა არ მისულა. ზოგიერთი დარჩა და თქვა, აქ გვირჩევნიაო. იქაც გზაზე ბევრმა თქვა, ეგვიპტე გვირჩევნიაო, აყროლებული ნიორი გვირჩევნია მანანასო. კიტრი გვირჩევნიაო, ნესვი გვირჩევნიაო. აღარ გვინდაო წასვლაო. მაგრამ გამოსვლაც და აი ეს გამოსვლაც, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ, სხვა გამოსვლას გვახსენებს. რა გამოსვლას? მალე იქნება ფერიცვალება. როდესაც ქრისტე ავიდა მთაზე და იცვალა ფერი. და წერია გამოეცხადა მათ ვინ? ელია და მოსე. და რაზე ესაუბრებოდნენ? პირდაპირ წერია სიტყვასიტყვით მის გამოსვლაზე. რა გამოსვლაზე? ჩვენ ვიცით ერთი გამოსვლა იქ ეგვიპტეში, მეორე გამოსვლა აქ ბაბილონში, რაც წავიკითხეთ, ქრისტესთან რა გამოსვლა? თუ ჩვენ ამ ტექსტში ვერ დავინახავთ ქრისტეს და ჩვენს გადარჩენას ქრისტეში და ჩვენს გამოსვლას ქრისტეში, მაშინ უბრალოდ იქნება წაკითხული ტექსტი ოდესღაც მომხდარი მოვლენის შესახებ. არადა ეს ასე არ არის. შეხედეთ ქრისტეს და შევხედოთ ჩვენს თავებს ქრისტეში. აი ამ გამოსვლის, აი ამ ტექსტის ნათელში. შუგზე. ჩვენ არაერთ გზის ციტირებთ ცნობილ ქალ ფრანკ, წარმოშობით ებრაელი, იყო დედითაც მამითაც, ფილოსოფოს სიმონ ვეის. მას არაერთი საოცარი წიგნი აქვს დაწერილი, მაგალითად ღვთისადმი სიყვარული და უბედურება, ძალიან ღრმა რელიგიური, ფილოსოფიური
წიგნები და ერთ-ერთი, რომელიც ქართულ ენაზე არის თარგმანი, შესანიშნავი წიგნი არის ღვთის მოლოდინი. ძალიან ღრმა, რელიგიური, ქრისტიანული, ის იყო ათეისტი და გახდა მგზნებარე ქრისტიანი. მე სიმონ ვეიზე ვლაპარაკობ, ფრანკ ფილოსოფოსზე. ეს მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა ღვთის მოლოდინი. ის ამბობს ასეთ საოცარ სიტყვებს. ღვთის სიყვარულმა ამბობს ვეი. სხვა ენაზე ვეილს ასეც ამბობენ. მის გვარს ქართულად ვეი. ღვთის სიყვარულმა გადალახა დროისა და სივრცის უსასრულობა, რომ ღვთისაგან მოეღწია ჩვენამდე. გისმევთ შეკითხვას, შემდეგ ის აგრძელებს, რომ ეს მოღწეული სიყვარული, რომელიც ჩვენში დაითესა და ხედ გაიზარდა, ისე უნდა დაუბრუნდეს ღმერთს. მაგრამ მოდით გავაგრძელოთ ვეის აზრი. ღვთის სიყვარულმა გადალახა დროისა და სივრცის უსასრულობა, რომ მოეღწია ღვთისაგან ჩვენამდე. და როგორ მოხდა ეს? როგორ გადალახა? რა სიყვარულზეა საერთოდ ლაპარაკი? რა სიყვარულზე? ისე შეიყვარა ღმერთმა წუთის სოფელი, რომ გასცა თავისი მხოლოდ შობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. ღმერთი შემოვიდა ჩვენ სამყაროში. ღმერთმა შემოაღწია დროსა და სივრცეში. ღმერთი გახდა ადამიანი. ღმერთი დაიბადა ბეთლემში. ის შეიმოსა ხორცით ჩვენებრ, ის დაგვემსგავსა ჩვენ, ის გახდა კაცი ოღონდ სოდვის გარეშე და ის ამაღლდა ჯვარზე. ახლა კი შეხედეთ ქრისტეს ჯვარცმის ისტორიას. ჯონ სტოტი თავის საუცხოო წიგნში ქრისტეს ჯვარი ამბობს, რომ ერთი შეხედვით ქრისტეს ჯვარცმაში ბრალი მიუძღვის ვის? პილატეს, ჰეროდეს, იუდას, მღვდელმთავრებს, სინედრიონს, რომაელებს და ასე შემდეგ. და ამბობთ, პილატია, ჰეროდია, იუდამ გასცა და ასე შემდეგ. მაგრამ სინამდვილეში ამ ყველაფრის უკან დგას ღვთის განგება. ასე ესმოდა პირველ ეკლესიას. არა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ღმერთმა აიძულა იუდა გაეყიდა უფალი, ღმერთი კი არ აქეზებს მოღალატეობას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთმა დაავალა პილატეს გაეკეთებია ის, რაც გააკეთა. არა, პილატემ გააკეთა ეს თავისი ბოროტობით. ის იყო უსამართლო მსაჯული, დაიბანა ხელები და თქვა, მე თავისუფალი ვარ მისი სისხლისგან. ღმერთმა არ აიძულა ჰეროდე, ღმერთმა არ აიძულა რომაელები, რომ ტკივილი მიეყენებინათ მისი ძისთვის. მაგრამ ამ ყველაფრის უკან დგას განგება. როგორ შეიძლება ეს გავიგოთ? შეეცდებით ამის გაგებას. შეეცდებით. როგორ შეიძლება ღვთის განგებულობა შეუსაბამოთ ადამიანის თავისუფალ ნებას? ეს საიდუმლოა. ეს არის საიდუმლო და ჩვენი ვიწრო ადამიანური ხორციელი გონებით არ ძალგვიც ჩავწვდეთ ამ საიდუმლოს. არამედ ერთადერთი არჩევანი გვაქვს, მივიღოთ ის, რაც გვაქვს გამოცხადებული. შეხედეთ ფარაონს, რას ეუბნება მოსეს ღმერთი? შენ რომ მიხვალ ფარაონთან და ეტყვი გამოუშვიო, მე ვიცი წინასწარ შენ რას გიპასუხებს ისო. ჩვენ ხედავთ თუ არა მის სუვერენულ ძალაუფლებას, მის ყოვლის მცოდნეობას, წინასწარ იცის ღმერთმა რას ეტყვის მთავარი. და რა წერია მე გავასასტიკებ მის გულს. მაგრამ შემდეგ ვაიძულებ და მაინც გაგიშვებ. კიროსისაგან განსხვავებით, კიროსმა თვითონ დაწერა და თქვა გაუშვით. ფარაონმა კი თვითონ გასცა განკარგულება, მაგრამ შეხედეთ რის ფასად. შვილი დაკარგა. ქვეყანა დაექცა, დაემხო ქვეყანა თავზე. ეკონომიურად, მორალურად, ყველანაირად, რელიგიურად. ქურუმები უკვე ვეღარაფერს ვეღარ აკეთებდნენ, ქურუმები თავად დაავადნენ. 10 სასჯელი ღმერთმა პირდაპირ წარღვნასავით მოუვლინა. და უკვე ხალხი მივარდა ფარაონს, ასე რომ ვთქვათ, რომ ცოტა ჩვენი სიტყვებით გადმოვცე და უთხრა, გაუშვეს ხალხი, თორე დავიქეცით, ნადგურდებით და გაუშვა. თუმცა მე ისევ გამოეკიდა თავისი ბოროტი გულის კვალობას. იცით რა წერია 21-ის ერთში იგავების წიგნში? იქ წერია, რომ მეფეს გონია, რომ თითქოს თვითონ მართავს, მაგრამ სინამდვილეში მისი გული ღვთის ხელშია, სადაც უნდა იქ წარმართავს. წყალივით არის მისი გული. წყალივით. სადაც
მიუჩენ იმ წყალს, რომ გაედინოს, იქეთ გაედინება. იმიტომ რომ არსებობს განგება. პირველი ეკლესია ასე ლოცულობდა, ღმერთო, ამათმა მოკლეს შენი ძე ქრისტე, მაგრამ ეს ყველაფერი შენი განზრახვით მოხდა. როგორ? ათეისტი დიდ დრო წერს საუცხო წიგნს. სხვათა შორის ეს წიგნი შევიდა 100 საუკეთესო წიგნში, სახელწოდებით ჟაკ ფატალისტი და მისი ბატონი. და ჟაკს უყვარდა ერთი ფრაზის გამეორება. იწყებთ თუ არა ბედის შესახებ თუ გნებავთ საუცხო წიგნის წაკითხვა, წაიკითხეთ დიდროს, ათეისტი, დიდროს დიდი განმანათლებლის ენციკლოპედისტის დენი დიდროს საუცხო წიგნი ჟაკ ფატალისტი და მისი ბატონი. ზოგჯერ შემოკლებით ახსენებენ ამ წიგნს როგორც ჟაკ ფატალისტი. აი ერთ ფრაზას იმეორებდა ჩვენი ჟაკი, ერთ ფრაზას. ძალიან სახალისო წასაკითხია. მას ყავდა კაპიტანი, ვისთანაც ომობდა. ერთი ფრაზა უყვარდა კაპიტანს, რაც არ მოხდებოდა. აი ფოთოლიც რო ჩამოვარდნილი იყო ხიდან იტყოდა, ეს ზემოდან არის წინასწარ დასახული. ეს იმიტომ მოხდა რომ წინასწარ დასახული. ეს წინასწარ დასახული და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ქრისტიანობას არ ჯერა ფატალიზმის, ანუ ბედისწერის, ეს სისულელია, სიბრიყვია. ქრისტიანი არასოდეს არ ამბობს, ასეთი იყო ბედი და რა ვქნათ. ეს არის აბსოლუტურად არაქრისტიანული გამონათქვამი, არაბიბლიური და მოსანანიებელი. თუ ეკლესიის მამეს მოусმენთ, მოსანანიებელი. მაგრამ ქრისტიანებს აგრეთვე არ ჯერათ უბრალოდ დამთხევების. ის რაც ხდება, დამთხევა არ არის. დამთხევა იყო ის, რომ პილატე იყო იმ მომენტში გუბერნატორი, ჰეროდე მართავდა იმ მომენტში, იუდა აღმოჩნდა გამყიდველი და ასე შემდეგ. არც ბედისწერა და არც უბრალოდ დამთხევა, არამედ რა? განგება, განგებულება. ღვთის საიდუმლო ჩანაფიქრი. როგორ აკეთებს ღმერთი? ისე რომ ადამიანი თავისინებით აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. როდესაც ის წარდგება სამჟავროზე, ის ვერ ეტყვის ღმერთს, ღმერთო, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ თურმე შენი ნება ყოფილა. ვერა. იუდა ვერ გაიმართლებს თავს და ვერ ეტყვის, ღმერთო, აი მე რო არ გამეცა, როგორ მოხდებოდა ქრისტე ჯვარზე. არა და ქრისტე ეუბნება, გააკეთე, რასაც აკეთებ. ვინაიდან დაწერილია? ძეკაცისა მოდის ამისთვის. როგორ არის ეს ერთმანეთში? ნუ ცდილობთ ამის გაგებას. ბევრი რამეა ამ წუთის სოფელში, ცხილულ სამყაროშიც, რაც ჩვენ არ გვესმის, მაგრამ ვღებულობთ. სინათლეს ხომ კარგად ღებულობთ? სარგებლობთ თუ არა სინათლით? კი. სინათლე ეს არის ურთიერთგამომრიცხველი, ორი ბუნების მატარებელი რამ. ნაწილაკიც და ტალღაც. ფიზიკურად, ანუ ფიზიკის მიხედვით ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი რამ არის. მაგრამ სინათლე არის ერთდროულად ტალღაც და ნაწილაკიც. როგორ? გაიგეთ. 10 შვილი არ არის, ვინც ამას გაიგებს და განმარტავს. მაგრამ დამტკიცდა, რომ ერთიც არის და მეორეც. წლობით ებრძოდნენ მეცნიერები ერთმანეთს. ერთნი ამტკიცებდნენ, არა, ეს ნაწილაკია, მეორენი, არა, ეს ტალღაა. თურმე აღმოჩნდა ერთიც არის და მეორეც. ახლა კი გეკითხებით, როგორ შეიძლება აღმოჩნდეს ერთიც და მეორეც. ღმერთის განგებულება, ღმერთი ბოროტებასაც კი იყენებს თავისი ნების შესასრულებლად. ბოროტი ფარაონი გამოიყენა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფარაონი დადგება ღვთის წინაშე და ეტყვის. მე ხომ გავაკეთე, იმიტომ რომ შენი ნება იყო. მაშასე ქრისტე მოდის ამ ქვეყნა და იბადება. პილატე განკარგულებას გასცემს. იუდა 30 ვერცხლად ყიდის მას. რომაელები აღასრულებენ განაჩენს. სინამდვილეში კი ჩვენი გამოსვლა, ჩვენი გადარჩენა სრულდება. ღმერთმა დაამტკიცა თავისი ერთგულება ჯვარზე. როდესაც ჩვენ უყურებთ ჯვარს, ერთ-ერთი მთავარი აზრი, რომელიც უნდა ამოტივტივდეს ჩვენი ცნობიერების ზედაპირზე არის შემდეგი. ღმერთმა დაამტკიცა თავისი სიტყვა. თქვენ იტყვით, საიდან? როგორ? რანაირად? ჯერ კიდევ ედემის ბაღში, როდესაც პირველმა ადამიანებმა შესწოდეს, უფალმა თქვა, დედაკაცის თესლს მოგივლენთ, რომელიც თავს გაუსრეს გველს. ეს იყო პირველი სახარება, პროტო სახარება, პირველი დაპირება, რომ ღმერთი თავად
გადაწყვეტდა ჩვენ საქმეს. და მთელი ეს პერიოდი, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ საღვთო წერილში, არის აი ამ დაპირების შესრულებისათვის სამზადისი. ამიტომაც წერია, როდესაც მოვიდა სისრულე დროისა, მაშინ მოგვევლინა ღვთისძე. ღვთისძის შემთხვევაშიც პილატე მიიღო გადაწყვეტილება მისი ჯვარცმისა. ხალხი შეიკრიბა და ყველამ ერთხმად არჩევნებში მოითხოვა მისი სიკვდილი. როდესაც პილატემ მოაწყო მინი არჩევნები და სთხოვა ხალხს, გადაეწყვიტათ ქრისტე თუ ბარაბა, რა აირჩია ხალხმა? თქმა უნდა, აირჩია ბარაბა. ქრისტემ დაკარგა ყველაფერი, რაც გააჩნდა. ყველანაირი სიმდიდრე, მას არ ქონა არც ტანსაცმელი, არც საჭმელი, არც უძრავი ქონება და ყველაზე მთავარი დაკარგა მან ჯვარზე სიცოცხლე, ჩვენი სიცოცხლის წილ, ჩვენი სიცოცხლის ნაცვლად. იმისათვის, რომ ჩვენ მასში ქონოდა მარადიული სიცოცხლე. ბიბლია ამბობს, ღმერთმა გადაგვიყვანა ჩვენ სიკვდილიდან სიცოცხლეში. ვართ რა ქრისტეში ვიმყოფებით აღდგომასა და სიცოცხლეში. ახლა კი რა გამოყენება შეიძლება ქონდეს ამ ტექსტს ჩვენთვის? გამოყენება. თუ ღმერთი ასეთი ერთგულია თავისი სიტყვისა, მოდით ჩვენც დავრჩეთ ერთგულები ღვთის მიმართ. მოდით ჩვენც დავრჩეთ ერთგულები ჩვენი რწმენისა, ჩვენი რწმენის სიტყვებისა, რომლითაც ვაღიარეთ ის, როგორც ჩვენი მხსნელი და როგორც ჩვენი უფალი. ღმერთი ხომ ერთგული დარჩა საუკუნეების განმავლობაში. ღმერთმა არ გადათქვა თავისი დანაპირები. მოდით ამ ორგულ უღმერთო წუთის სოფელში შევინარჩუნოთ ერთგულება ღვთის სიტყვისა და ამას შევძლებთ, თუ ღმერთი შეგვეწევა ჩვენ. იმიტომ რომ ჩვენი ერთგულება არის პასუხი ღვთის ერთგულებისა და არა პირიქით. ამინ.